შავი ზღვის სანაპიროს ჯაზის ჰანგები წელს უკვე მეოთხედ მოიცავს. 15-დან 18 ივლისის ჩათვლით ბათუმში ლეგენდარული ჯაზმენები იკრიბებიან. როდესაც Brand New Heavisმა კონკურსი ვოკალისტის ადგილზე გამოაცხადა, ერთ-ერთ მოსმენაზე JK მივიდა, რომელიც ჯგუფში არ აიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ შექმნა მან თავისი ჯგუფი Jamiroquai. ბრიტანეთის acid ჯაზის პიონერები ფესტივალს 15 ივლისს გახსნიან. რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ნერვიულ ვართ, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო ფესტივალზე გვიწევს დაკვრა. ბათუმის კონცერტისთვის გიორგი მიქაძის ტრიოც ემზადება. ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა თან ქართველ ჯაზ შემსრულებელს 16 ივლისს ჯაზის ვარსკვლავი როი ჰარგროუ შეცვლის. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენ დღეს დაუკრავს როი ჰარგროუ, მსოფლიოს პირველი საყვირი. აი ვცდილობთ, რომ აი ის გარემოს, რაც გარემოც იქ დაგვხდება, ისეთივე მუსიკაც დაუკრათ ჩვენ. როი ჰარგროუს კვინტეტთან შეხვედრა ჯაზის მოყვარულებს ფესტივალის მესამე დღეს ელოდებათ. ამავე საღამოს მსმენელის წინაშე სამგზის გრემის ნომინანტი მაიკ სტერნი წარსდგება. ეს მოვლენა თვითონ მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ წელს ბათუმი ესეთი ლამაზი არის და ბათუმი მართლაც ღირსი არის ამ ჯაზ ფესტივალის, თუნდაც იმიტომაც შესანიშნავია, რომ ძალიან ძლიერი ჯაზის შემსრულებლები ჩამოდიან, თუნდაც ერთ-ერთი მათგანი რო ავიღოთ, იგივე ჰიუ მასაკელა. ჰიუ მასაკელას ენერგიული საყვირი კი ბათუმის ჯაზ ფესტივალის ბოლო დღეს აჟღერდება. ლეგენდარული ჯაზმენი კონცერტს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალის შემდეგ გამართავს. ასე რომ გააჯაზეთ შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმი თქვენს მოლოდინშია. ერთი წელი მაიკ ჯექსონის გარდაცვალებიდან 25 ივნისს მთელი მსოფლიო პოპის მეფეს კიდევ ერთხელ გაიხსენებს. გამონაკლისი არც საქართველოა კლუბის City Jackson ფარცისთვის ემზადება. რა სიმღერები შესრულდება ამ საღამოზე და როგორ აღნიშნავენ პოპის მეფის გარდაცვალების დღეს ლოს-ანჯელესში ნახეთ სალომე კასრაძის სიუჟეტი. ივნისს მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან ერთი წელი ხდება. ამ თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნას მთელს მსოფლიოში გეგმავენ. გამონაკლისი არც საქართველოა. 25 ივნისს კლუბის City Jacksonmanების და არა მხოლოდ მათში შეკრების ადგილი იქნება. საღამოს 10 საათიდან ამ დარბაზში მხოლოდ ჯექსონის ჰიტები აჟღერდება. პოპის მეფის ქართველი თაყვანისმცემლები პროგრამას სპეციალურად ამ დღისთვის არჩევენ. 25 იქნება მისი ჰიტები, საუკეთესო ნომრები, ასე ვთქვათ. ძალიან მაგარი იქნება. 25 ივნისს ჩემზე სამყარომ დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. მაგრამ ესეთი საღამოები არის იმის ერთ მტკიცებულება, რომ მაიკლ ჯექსონის შემოქმედება ყოველთვის იცოცხლებს და მაიკლ ჯექსონის შემოქმედება არასოდეს არ მოხდება. ბოლოს ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, ყველა შეთანხმდა, რომ იყო ჯექსონი და არიან სხვები. არის ჯექსონი და არიან სხვები. 32 წლის წინ New York Times-ში გაჟღერებული ფრაზა დღესაც აქტუალურია. ჯექსონის თაყვანისმცემლებისთვის ის შეუცვლელი და ზოგჯერ ოჯახის წევრებზე ახლობელიცაა. არ მახსოვდა მამან ჩემის დაბადების 25-ში რო იყო სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ მახსოვდა რომ ჯექსონი გარდაიცვალა 25-ში და ალბათ მამან ჩემის დაბადების დღეზე დამოგვიანდება. თბილისთან შედარებით ბევრად უფრო მასშტაბური იქნება ღონისძიება ლოს-ანჯელესში. ფორესტ ლონის მემორიალურ პარკში, სადაც პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, მაიკლ ჯექსონის ათასობით თაყვანისმცემელი შეიკრიბება და ჰაერში ჰელიუმის ბუშტებს გაუშვებენ. შემდეგ ჯექსონების ნევერლენდის ვილისკენ 1 საათიან მსვლელობას მოაწყობენ და პოპის მეფის გასახსენებლად სანთლებს დაანთებენ. ადამიანი, რომელმაც რეკორდული მაჩვენებელი სიკვდილის შემდეგაც შეინარჩუნა. 2009 წლის 25 ივნისის შემდეგ ჯექსონის მემკვიდრეების ქონება 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მსოფლიოში ჯერ არავის გარდაცვალებას ამდენი შემოსავალი არ შემოუტანია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის ჯექსონი და არიან სხვები. კუბური ბენდი Buena Vista Social Club-ის სცენას უბრუნდება ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ მუსიკოსები პირველ კონცერტს